საღამომშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. როგორც ყოველთვის, მე მინდა გისურვოთ იმედიანი და მშვიდობიანი ახალი წელი. ახალი წელი დადგა. 2025 წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისათვის სიძლიერეს და ერთიანობის მომტანი. მაგრამ, როგორც ხედავთ, ქვეყანაში კვლავ გრძელდება დაძაბულობა, კვლავ ესე იგი მიმდინარეობს იმ არასწორი და არა ორიენტირებული ცხოვრების ადამიანების მხრიდან არეულობისა დესტაბილიზაციის მცდელობა. 31 დეკემბერს ოპოზიციამ და სექტანტურმა დაჯგუფებებმა რუსთაველზე ქელეხი გადაიხადეს. ანუ მათმა თავიანთ თავებს გადაუხადეს ქელეხი გასვენება, სადაც მაქსიმუმი მობილიზება ჰქონდათ და ამავდროულად გლოვა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ უღალატა. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ყოველთვის და მას როგორც ჩვევია და არა მარტო მას, არამედ მის წინაპარებსაც გენეტიკურად მოსდევს მას ღალატი და ეს არის ერთ-ერთი მთავარშემოქმედი პირი იმისა, რომ ოპოზიციას გაუცრუა იმედები და ამ იმედების გაცვლების საფუძველზე ალბათ ოპოზიცია უკვე დღეს ცოტა არ იყოს გაუგებარ სიტუაციაში არის, მაგრამ ამ გაუგებარი სიტუაციებიდან გამომდინარე, სიტუაცია არის ამოვარდნილი კონტროლიდან, სადაც უკვე რუსთაველზე ფაქტიურად მართლაც აუტანელი მდგომარეობა არის და რუსთაველი უკვე აღარ აგავს იმ რუსთაველს და რუსთაველი აღარ აგავს უკვე იმ მართლაც იდეებით გაჟენთილ და ქვეყნის სიყვარულით გაჟენთილ ტერიტორიას, იქ არის უკვე სხვადასხვა სექტანტური დაჯგუფებები, რომლებიც ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილობა ჩადიან და სხვა თმის არაფერს. ჩვენ ასევე გადავაგორეთ რაღაც გარკვეული დაძაბულობის ხომიტყვი ორგანიზებული მოქმედებები, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ არ არის დამთავრებული. ჩვენ ახალს ველოდებით კიდევ და ალბათ ახალ დაძაბულობის და ახალ პროვოკაციის გეგმების დღეს რომ ვიტყვი, ოპოზიცია მსჯელობაში არის. ჩვენ ამ თემებზე და კიდევ სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი რამაზ გაგნიძე. ბატონო რამაზ, მოგესალმებით. გილოცავთ. მრავალ დაესწარით 2025 წელი მოვიდა და ამ 2025 წელში ჩვენ დიდ მოლოდინში ვართ და ალბათ ის დანაპირებები, რა დანაპირებებიც ქართულმა ოცნებამ გააჟღერა საზოგადოების წინაშე და ჩვენ ვიცით ახლა, მაგრამ მაინც საზოგადოებას ჯერავს და მოდი ნუ გაუცრუებთ იმედებს და ჩვენც რაღაცნაირად ცოტა მივცეთ იმედი იმისა, რომ ამ დანაპირებებს შეასრულებს და უნდა შეასრულოს, კიდევაც უნდა შეასრულოს და ამას ალბათ მარტო საზოგადოება კი არა, ჩვენც აქტიურ პოზიციაზე უნდა ვიდგათ, რომ ყოველ წუთში და ყოველ დღე უნდა უძახოთ ქართულ ოცნებას დანაპირები შეასრულეთ. ასევე 31 დეკემბერს რა მოხდა, რა იყო ეს 31 დეკემბერს ბატონო რამაზ? მე ესეთი რაღაცა ამ ხნის კაცი ვარ და არათუ საქართველოში, არამედ არ სოფლიოს დედამიწაზე არც ქვეყანაში არ მინახია მე ესეთი გასვენება, ესეთი პანაშვიდი, ესეთი რაღაც სექტანტური რიტუალები, რა იყო ეს და მეც ვერ ვერკვევი რა იყო ეს და აგვიხსენეთ და აუხსნათ საზოგადოებას. რა რიტუალი ჩაატარეს 31 დეკემბერს მათმა? პირველ რიგში მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მიულოცავ ახალ წელს თქვენს ტელემაყურებელს სრულიად საქართველოს, სრულიად საქართველოსთან დროებით წასულ ემიგრანტებს და საქართველოში მყოფ ჭეშმარიტ სტუმრებს და რა ვიცი, ყველას მიულოცავ ახალ წელს და ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და რა ვიცი, ნორმალური ცხოვრება დაგვიყენოს და მშვიდობიანი და ხვავი და ბარაქიანი ცხოვრება. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას ბატონ ტრისთან, ესე იგი, პანაშვიდი გააკეთეს ფაქტიურად ლიბერასტულმა ძალებმა 31 დეკემბერს, მაგრამ ეს პანაშვიდი მათ დაუმთავრდა ძალიან ცუდად. ხალხი არ არის ინფორმირებული, რამოდენიმე ასეული ადამიანი ინტოქსიკაციით გადაიყვანეს სამავთყოფოებში და ბევრმა უარი განაცხადა მეტნაკლები ინტოქსიკაციით, ვინც იყო შედარებით სუბუქ ფორმებში და ბევრი წევს სახლში. აქ ლაპარაკია რამოდენიმე ასეულ ადამიანზე. ერთი და ორი არ არის.
ბატონო? 1 და 2 არ არის. არა, 1-2-ია, რამოდენ მასეულ ადამიანზე. სადღაც 100 რაღაცა თუ 200 რაღაც ადამიანზეა ლაპარაკი. რატომ არ ამის არ ამბობენ დღეს ამის შესახებ? ნუ ეს არ აწყობთ სავარაუდოდ არც ერთ იმას არ აწყობს მხარეს, ალბათ არ ვიცი, ვერ გავიგე, იმიტომ რომ არ ხდება ამის გავრცელება, მაგრამ ეს ფაქტია, რომ იმ გეგმის ნაწილი იყო, რომ არეულებმა მომხდარიყო მასიური ინტოქსიკაცია, ადამიანების მოწამვლა, ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს არის მობილიზებული საკითხი, ეს არის ორგანიზებული საკითხი, დაორგანიზებული შეგნებულად, მაგრამ ისევ ლიბერასტებმა ვერ მიაღწიეს იმას, რომ ფაქტიურად თავიანთი ესე ვთქვათ გზებით მოწამული ხალხიდან ვერავინ ვერ მოკლეს. ნუ უფალმა დაგვიფარა კიდევ და ეს არეულობის ახალი ეტაპი და ახალი ფაზა რომ დაწყებულიყო, ეს იყო დიდი ალბათობით მაგის. მე რა მაინტერესებს, რომ რასაკეთებს სუსი, რასაკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაკეთებს ამ დროს სამართალდაცვავი ორგანოები და იკვლევენ თუ არა ამ საკითხს ეს საიდან და როგორ მოხდა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად თუ კამერების ქვეშაა და ინფორმაციის ქვეშაა ყველაფერი და ზოგადად თავისთავად ცხადია, ახლა იქ შეიძლება არავინ არ ჩაუყარა, თქვათ მოწამვლას. ხომ მიიტანა ვიღაცა. მაგრამ ხომ მიიტანა და ეს უნდა გაირკვეს ეს ყველაფერი რა. ბატონმა გვარამიან მიიტანა ღვინო იქ დასალევად არაა გამორიცხული. იქ არაყი იყო, ღვინო იყო. ეს სასმელიც იყო მოწამული, არაა გამორიცხული. არ არის აუცილებელი საჭმელი. იქ თბილი სასმელები იყო, იქ საჭმელები იყო. რავი, ვინ რა მეიტანა, ვინ რა ოხრობა მეიტანა, კაცმა არ იცის, გაიგე? ის იმ ღვინოზეა ლაპარაკი, რომ გვარამიას რო ეზიზღება და კი და რო ეზიზღება გვარამიას, ეს ქართული ღვინო და ჩვენ ვიხილეთ ასევე სამწუხაროდ აი ესეთი ხელოვნების ყოფილი წარმომადგენლები, სუხიშვილის ყოფილი სოლისტი ქალბატონი თეადარჩია, რომელსაც უკვე ქალბატონად ვეღარ მიმართა იმ საქციელების მე რაც მან იკადრა, რომ სახში ვერ ჩერდება, იმიტომ და ქართულ სუფრასთან ვერ ჩერდება, იმიტომ ანუ აღიარა რომ ის არ იყო ქართული სუფრა, რაც რუსთაველზე კეთდებოდა. აღიარა ეს. ანუ ქართული ნახტ ქართულ სუფრასთან მას არ უყვარს ეს მენტალიტეტიდან, ქცევიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ ქართულ სიმღერას რო შემოძახებენ, ეს ყოფილა კნავილი. კნავილია, ხო, კნავილია. ანუ ათეული წლების უკან რომ კოსმოსში რო გავცელა პირველი ქართული სიმღერა და მთელი სოფლიო რომ ჩაკრულო და მთელი სოფლიო რომ მოიცვა ამისმა 4ხმიანობამ და მე ეს 4 ხმა გაშლილი უკვე 16 და რა ვიცი 83 წელს იყო თვარცები 83 წელს 80-იან წლებში და ეს ყველაფერი თურმე ეს ყოფილა კნავილი ამას იცახის ხელოვნების ერთ-ერთი დამსახურებული მოღვაწე რომელიც იყო ერთ-ერთი სერიოზული სოლისტი ხო სუხიშვილების და თან ამით პირველ რიგში თავის მეგობრებს მიაყენა შეურაცხყოფა. თვითონ სუხიშვილები დადგნენ იქ და თვითონ სუხიშვილები დადგნენ იქ, ხომ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ეხლა სუხიშვილების პოზიცია ყველამ კარგად ვიცით. კი ბატონო. და მაგის გარდა, ესე იგი ვითომ რო კეიფობდნენ, ზოგი პანაშვიდს ეძახდა, ზოგი გოგოები, ეგრეთ წოდებული გოგოები, იმიტომ ნაღდი ქალები და გოგოები ისინი არ იყვნენ. მრავალ ხმაში მღეროდნენ დედის გინებით. ეს იყო მათი ნარატივი და ეს იყო მათი ქმედება ახალ წლის მილოცვა ხალხის მიმართ, როგორც მადიყურე. მერე კი ვიღაცები ჩხიბაობდნენ, ესე იგი ვიღაცები კიდევ ნარკოტიკების თრობის ქვეშ იყო, ვიღაცები კი ძალიან ბევრი და ჩემო თვალემა ყველა საშინელება ისიხილა, რომ 5 სხვადასხვა უცხოელ სექტანტთა დაჯგუფება იდგა, რომლებიც თურმე აპროტესტებენ, ესე იგი ქართული ოცნების წინააღმდეგ რაღაცებს. აი ახლა ეგ ყველაფერი გასაგებია. შეიძლება მე გავაპროტესტო ქართული ოცნების წინააღმდეგ რაღაც და ბატონ მატრისთანმა და ზოგადად რაღაც. მაგრამ ირანელს ვინ გეკითხება რა გინა აქ? რა საპროტესტებ? ან ერაკლეს ვინ გეკითხება? ინდუს ვინ გეკითხება? პაკისტანელს ვინ გეკითხება? არაბს ვინ გეკითხება? თურქს ვინ გეკითხება? და ზოგადად ვაფშე ვინ გეკითხებათ აქ რა გინათ რა? თქვენ ადგილზე რო ვიყო, თქვენ ადგილზე კი არა, უბრალოდ ამ თავრობის ადგილზე რო ვიყო, ამათ ხო ეგრევე შეუწყვიტავდი სავიზო რეჟიმს, იმიტომ რომ ყველა 90% დარღვეულია. დეპორტაცია ეგრევე პანჩური ერთ ადგილში ძალიან ისეთი კულტურულად თუ არაკულტურულად და დეპორტაცია როგორც ხდება, როგორც სხვა ქვეყნებიდან ყრიან ქართველებს და აი ყრიან კი არ უშევენ, ყრიან, რასაც ქვია აგდებენ. აი ანალოგიური მეთოდით ისევე უნდა მოექცე, როგორც ჩვენს ემიგრანტებს ექცევიან სამწუხაროდ, რა. და აი ეს უბედურებები ბატონ ტრისნა რაც ვიხილეთ ჩვენ ხო ეს იყო საშინელების მომცველი რა საშინელების მომცველი და ყველაზე საშინელება რა იყო ცი ამ ყველაფერს აყურებინებდნენ
პატარა, მარტო არასოწლოვანს კი ამ მცირეწლოვან ბავშვებს და მიყვანილი ყავდა და აი ამ საშინელებას აყურებინებდნენ ეს იდიოზურად განწყობილი უფროსი თაობა. აი ძალიან ცუდის მანიშნებელი იყო და მე არ ვიცი რა უნდათ ვერ გავიგე და სხვათა შორის იმ ბავშვებს შორის არიან იმ ბავშვებიც არიან მოწამლები ძალიან დიდი რაოდენობით ინტოქსიკაციის ქვეშ არიან ანუ ზოგადად აი ამ თემაში. ესე იგი და ღმერთმა ხნა რომ არავის არაფერი არ მოუვიდა, ანუ ლეტალური შედეგი არ დადგა და რაღაცა ფატალურად არ დამთავრდა ეს ყველაფერი და დიდება უფალს. ბატონო რამაზ თქვენ ახსენეთ ახლა მოწამლა და თქვენ ესე იგი ამოდენიმე ასეული ადამიანია მოწამლული ეს და მე მჯერავს ეს და დარწმუნებული ვარ რომ ესეც იქნებოდა. ჩვენ მამათი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ აი აქ ამ გადაცემ ამ ტელესტუდიიდან აქ თქვენთან ერთად განვიხილავდით სალომე ზურაბაშვილის ლიკვიდაციის საკითხს. კი ბატონო. ანუ სალომე ზურაბაშვილის ლიკვიდაციის გეგმამ ჩაიარა, იმიტომ რომ სალომე ზურაბაშვილმა არ შეასრულა პირობა და არ გამაგრდა რეზიდენციაში. და ის თუ გამაგრდებოდა რეზიდენციაში, ხო? არ იყო გამორიცხული ლიკვიდაცია. წინსრები განცხადებები ხო გახსოვთ თქვენ? მე იმეთი ანადოლიძის და იმგესო ჩვენ ფიზიკურად დაუდგებით გვერდშიო. კი ბატონო. ეს ფიზიკური გვერდში დგომა ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაბამისად მე როდესაც ის გამაგრდებოდა ეგ მასში რეზიდენციაში და მივიდოდნენ მისი იზოლების გამოყვანის წესით, ხო? ამავდროულად მოხდებოდა იქ შეხვედრა არეულობას და ვიღაცა ეგ კონკრეტული პიროვნება შეიძლება სალომესთვის შეესრულებია ის რა ამოცანაც ქონდა და ატეხილიყო საერთაშორისო სკანდალი. ყველაზე ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური პრეზიდენტი მოკლეს. ყველაზე უკეთესი ვარიანტი და ყველაზე ესე იგი რომ იტყვი ხელმოსაკიდი და ყველაზე რომ იტყვი ამათვის მომგებიანი ვარიანტი იყო სწორედ ეს სალომე ზურაბიშვილის ლიკვიდაცია, ხო? საბოლოო ვარიანტი იყო ეს, მაგრამ ეთქობა სალომე ზურაბიშვილმა ეს ყველაფერი გადახარშა თავში რომ რა მოყვებოდა ამას, გაიგე? და აქედან გამომდინარე მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გადაწყვეტილების საფუძველზეც მან გადაერჩინა თავის თავი. გამოძვრა იქიდან ამ სიტუაციიდან, მაგრამ ეხლა ყოველთვის არსებობს გეგმა A, გეგმა B, ხო? ასია მათ გეგმების, ესეთი გეგმების გარეშე არ არსებობენ. ოღონ ცუდი გეგმების გარეშე. ხო. ამიტომ გადავიდნენ ამ მოწამლის ვარიანტზე, ხო? მოწამლეს ხალხი. მოწამლეს ხალხი და მე დარწმუნებული ვარ მაშინ, რომ ამ მოწამლასაც ჰქონდა ის დატვირთვა, რომ ამ მოწამლის საფუძველზე ვიღაცა გარდაცვლილი იყო. და ამ გარდაცვალების იმაზე დაებარლებიათ აი ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ შემოგვაპარა რაღაც მოწამლული საჭველები და მოგვიწამლა ხალხი და მოგვიგდა ეს ხალხი. მოგვიგდა, ხო? ეს მე ასე ვფიქრობ, რომ ამ მოწამლას, როცა ამდენი ასეულობით ადამიანი იწამლება, ხო? ეს დატვირთვა აქვს. და არა რაღაცა შემთხვევითი ვიღაცა მოჯახში. ეხლა მან ხო ყველამ თავის სახლებში გააკეთა ყველაფერი და ისე მოიტანეს რა. ზოგმა ის აქვე ხაჭაპური გამოაცხო, ზოგმა ღვინო მოიტანა, ზოგმა რა ვიცი, ჯანდაბად ოხრობა მოუტანა მაგათ იქ და ვიღაცა თავისიანმა ისევე მოიტანა ის რაღაცა უბედურება იქ და მოწამლა ეს ხალხი, მაგრამ თქმა ეს ვერ იყო იმ დოზით, რომელიც დოზის საფუძველზეც მოხდებოდა ადამიანის გარდაცვალება, დადგებოდა ეს შედეგი. ანუ მათმა კვლავ გააგრძელეს ის რომ ვიღაცა უნდა მოკლან. და აქ თუ არა ისევ რაღაც გარკვეული გეგმა მათ, რომელი გეგმის საფუძველზეც კიდევ გეგმა, რომელი გეგმის საფუძველზეც უნდა ველოდო ჩვენ სხვებს და ვიღაცის ლიკვიდაციას მათი მხრიდან აი ამ არეულობის დროს რუსთაველზე. კი ბატონო, მოგახსენეთ ბატონო ტრისთან. პირველ რიგში დავიწყოთ თავიდან, როცა სალომეზეა საუბარი. დიახ. სალომეზე იყო გეგმა A და გეგმა B. დიახ. მინიმუმ ორი გეგმა იყო. შეიძლება მესამე გეგმაც იყო, მაგრამ ორი ნაწილი, პირველი მეორე ნაწილი იყო. სადაც იყო პირველი როგორც თქვენ ბრძანეთ ზუსტად იგივე, რაც ჩვენ ინფორმაცია გქონდა კიდევ ჩვენ სამეგობროსგან და ზოგადად. კი ბატონო, ინფორმაცია გქონდა. გავაფრთხილეთ, ხელისუფლება გავაფრთხილეთ, სუსი გავაფრთხილეთ. სალომე ზურაბიშვილი უნდა არეულობის დროს, არეულობა რომ მოხდებოდა, მისი გამოყვანის შემთხვევაში უნდა არ იყო გამორიცხული, იგი მოეკლათ. რომელიც იყო საერთო სკანდალი. მინიმუმ რო დაეჭრათ, იგივე სკანდალის თემა იქნებოდა და ძალიან გაწონასწორი ესე იგი თანაბარი იქნებოდა სიკვდილთან მისი დაჭრას. ფიზიკური ისრაფი. ძიმე შედეგს დააყენებდა. კი ბატონო, მაგრამ იყო გეგმა B, მეორე, რომელიც თვითონ სალომე მიცოდა, რომ არ გამოადგებოდა, იმიტომ რომ მინიმუმ 10-15 წლით მიდიოდა საკურორტო სეზონზე დასასვენებლად. მიშასან გვერდზე? კი ბატონო. ერთად უყურთ მაგათ კოტრიალი? გვერდზე პალატაში. ერთად უყურთ კოტრიალი. ერთი ცისფერ პალატაში და მეორე ვარდისფერ პალატაში. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე გეგმა იმათ არ აწყობდა, გეგმა B ამას არ აწყობდა და აქედან გამომდინარე, ჩაიშალეს ყველაფერი და ეხლა წავიდა
გეგმა C-ზე თქვა თუ D-ზე ლაპარაკი და ეს იყო საახალწლო თემა. და ჩვენ მქონდა ეგ ინფორმაცია, ასევე ჩვენს არ ქონდა ჩვენ უბრალოდ წინასწარ არ ვთქვით, იმიტომ რომ მაინც არ ეთქვათ რომ აი ახალ წელს და რაღაცა და ის მაინც არ ჩაუშხამეთ იმ თუნდაც იმ პატარა ბავშვებს, რომელიც მოტყუებულები იყვნენ, მოტყუებით იყვნენ მიყვანილები სამწუხარო თავიანთ მშობლებისგან, თავის ოჯახის ახლობლებისგან, როგორც არასრულწლოვანი ასაკი, ისე მცირეწლოვანი ასაკი და მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმა C-ს ჩაიშალა, ანუ ხალხის მასიური მოწამვლა კი არა, ინტოქსიკაცია, მასიური ინტოქსიკაცია, რომელიც ციკლიანობით არ დამთავრდა, იმიტომ რომ ბავშვები იყვნენ ძალიან ბევრი. გამიგეთ, იქ ამას ვერ გააკონტროლებთ. ანუ ვინ როგორ მოიწამლებოდა, უბრალოდ უფრო მძიმე დოზით, ესე რომ ვთქვათ. მე მგონია რომ ამან გადაარჩინა იქ და ანუ ვერ გაბედეს ბოლომდე ესაც ჩაიშალა. და რაც შეეხება იმას რომ ანალოგიურ გეგმა თქვენ კარგად იცით 2014-ში რა მოხდა კიევში მაიდანი და ანალოგიურ გეგმა ზუსტად იქ განხორციელდა სადაც იქ რამოდენიმე ადამიანი დაიღუპა და ზუსტად იყო ხო მარტო სნაიპერმა კი არ მოკლეს და მარტო იმ სპეცნაზ შეგდებულმა სპეცნაზელებმა კი არ მოკლეს ხალხის ემაში. იქ მოხდა ინტოქსიკაცია, იქ მოხდა ტექნიკური სპირტის შეტანა, რომელიც მას გამოიწვია მეთილი სპირტის შეტანა, რომელმაც გამოიწვია ხალხის დაღუპვა რამოდენიმე ადამიანის და ეს იყო ერთ-ერთი არეულობის საბაბი და ერთ-ერთი ანალოგი ზუსტად იგივე გეგმას იმ გეგმით მიყვებოდნენ ამას. აი ზუსტად ყველა პროცედურა მთელი თვის განმავლობაში მჭხიბაობა, სასახლის დაწვა, იქ უფლის სახლის გამოსახულებით იქ როგორ უნდა დაეწვათ პეტარდებით პოლიციელები, იქ მოლოტოვის კოქტეილით როგორ უნდა გაინადგურებინათ ხალხი, იქ მოროდიო როგორ უნდა დაეწყოთ, იქ ანუ ლაზერებით როგორ უნდა გაიღიზიანებინათ ხალხი, პარლამენტის შენობა როგორ უნდა დაეწვათ, აი ინტოქსიკაცია როგორ უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი, ეს აბსოლუტურად იყო ერთი გეგმის ნაწილი, რაც მოდის უკრაინიდან, ანუ მაიდნის გეგმა. რა თქმა უნდა ეს მაიდნის გეგმა. უბრალოდ იქ ადრე მოხდა და ეს აქ ხალხი არ იყო ჯერ მზად იმისთვის რომ ამისთვის და ჩვენ უკვე გადმოტანილი ეს მაიდნის გეგმა, უკვე ხალხი მზად იყო, როგორ უნდა დაეცვა ეს სიტუაცია და ზოგადად თავრობაც იყო მზად რომ არ წამოგებოდა ამათ ანკეს. არ წამოგებოდა ამათ ანკეს. მაგრამ ერთი რამე რო არ დავამატო, მაგის უფლებაც არა, მაგრამ მინდა თქვა ეგაც, რომ ბევრ რაღაცაში მთავრობამ წაიკოჭლა იმაში, რომ თავიდანვე ბევრი რაღაცეები სასწრაფოდ არ აღკვეთა. და იმიტომ გაგზავნა ეს თვეზე მეტი აი ეს საშინელი პროცესები, რომელმაც პოლიციელების და ძალოვანი სტრუქტურების კისერზე გადაიარა. ზურზე გადაიარა. ამას ახლა მქონდა პირდაპირ გეუბნებით, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესი, რომ როგორც ყოველთვის იძახია, რომ აი ჩვენ აი ესენი გინდათ, აბა ჩვენ თუ არ ვიქნებით? ეგ მომენტი არის ზოგადად, მაგაში დევს ეგ მართვალიც, სიმართლის მართვალიც, მაგრამ მოდი დაუბრუნდით იმას, რომ ისევ სალომე ზურაბიშვილი ეხლა უკვე გაწიეს გვერდზე, ახლა სალომე ზურაბიშვილის პიროვნება როგორც პოლიტიკოსი აღარ მუშაობს. ის ანურირებული არის. ხო, იმიტომ რომ აღარც ლეგიტიმური, აღარც ალეგიტიმური, აღარც ბუტკის ქალი, აღარ ბორდელში მიიღებენ. აღარ ბორდელის ქალი, აღარაფერში არ ვარ. აღარც იქ მიიღებენ. ის მომენტი რომ აღარ ცირკის ბიჟაზე მიიღებენ. აღარ სანაპიროს ბიჟაზე მიიღებენ. აღარ სანაპიროს და არც ალვაბარში და არც ერთად ვეღარ გაკაჩავს, ესე რომ თქვა და ეხლა უყურეთ და ის მომენტი რომ სალომე ზურაბიშვილი ეხლა სადმე რამეს წარმოადგენდეს აღარ არსებობს ეგ მომენტი, მაგრამ საბოლოოდ მის გენი იცია რომ მას აქვს მოღალატეური გენი. და თვითონ არის მოღალატე, გამყიდველი ქალბატონი. მისი წინაპარი ასე არისო? არის მტერი ადამიანი, მტერი ოჯახის წარმომადგენელი, ჩვენ კარგად ვიცით, ბაბუამისი, ბიძამისი, მამამისი იყვნენ გესტაპოს ოფიციალური წარმომადგენლები, რაიხის მესამე არმიის და გესტაპოს ფაშიზმის წარმომადგენლები, რომლებიც ისევ ფაშისტებს ემსახურებიან აქ ზოგადად ლიბერალ-ფაშისტი. კი, მაგას ვიზახი, ემსახურება ფაშისტია და აგენტურული ქსელის წარმომადგენელია, როგორც ამერიკიდან, როგორც რუსეთთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან, გერმანიიდან, ევროკავშირიდან და იმის პიროვნებას რაღაცაში უნდა რომ გამოიყენონ. ანუ უკვე როგორც არა პოლიტიკოსი არამედ უკვე როგორც ქსელების ერთ-ერთი გამკარგავი, თქვა და რაღაცა გარკვეულ საკითხებში ეგრეთ წოდებულად ჩახედული.
მართალია სალომე ზურაბიშვილმა საუბარი ბევრი არის და წერა-კითხვა უჭის ზოგადად ქართულ ენაზე, მაგრამ არაქართულად ჩვენურად აზროვნებს, არაქართულად ჩვენურად კითხულობს, არაქართულად ჩვენურად საუბრობს და ზუსტად ის არაქართული გამოადგება ყველაფერში ქართველების ანტიქართული გამოადგება ქართველების წინააღმდეგ. აი მაგისი პლუსი არის ეგ. ბატონო რამას, ეხლა ნახეთ, ჩვენ ვიხილეთ ეს მართლაც მე ამას დავართქმევდი, ეს არის მარაზმი, რაც რუსთაველზე ხდებოდა და ხდება. ეს არის რაღაცა საშინელება და ახლა სხვა თქვენ ხან უკრაინა ახსენეთ ხო და მე დღეს მოვუსმინე ერთ-ერთ უკრაინელს, რომელიც უკრაინელიც ამბობს, რომ ჩვენო ზელენსკიმო გაყვიდაო. ზელენსკიმ ჩვენო აი გაგვანადგურაო, გაიგე და საქართველოს რო უყურებ ეხლა არა ზუსტად იგივე პროცესები არისო რაც 2014-ში იყო ჩვენთან და ამიტომ ცოტა გონსმოდით ქართველებო ქართველი ხალხი ბძენი ხალხი ხართო და თქვენო უკრაინას არ დაემსგავსოთო არ დაემსგავსოთო ეხლა როგორმე გადააგორეთ ეს მდგომარეობა გადააგორეთ როგორმე რომ მოიგერიოთ ეს უბედურება რაც თქვენ ხდებაო თორემ მეორე უკრაინა გახდება საქართველოს ზუსტად ამას ამბობს და თქვენ შედარებაც გააკეთეთ ეხლა იქ ბაიდენის და აქ მიმდინარე მოვლენებისას ზუსტად ზედიზედ მე ხა თუ თავი დაბოლოდი მაგ ეგ შესწავლილი სიტუაცია და პირადად გახდით იქ და როგორც სამხედრო ექსპერტი 80-90% გეგმით მიდი როგორც სამხედრო ექსპერტი მაგვიდებოდი მაშინ მიმდინარე მოვლენებს და მთლიანად ეს ჩემი გამოძიების საფუძველი დამოუკიდებელი გამოძიების საფუძველზე იყო რომ როდესაც ჩვენ სნაიპერები და ესენი მოვიპოვეთ და შემდეგ მათმა აღიარეს ეს ყველაფერი ზუსტად ზედიზედ გამოჩნდნენ უკრაინელებს ის სუფრის გაშლაც ეხლა რომელიც გაიშალა იმ რამოდენიმე ნათელური სნაიპერებიდან ხალხის მინდა რომ ხალხმა იცოდეს რამოდენიმე ნათელური სნაიპერიდან 7 იყო ქართველი. ქართველები, დიახ. მიშა ზონდერები. კი, მიშა ზონდერები. და 7-ვე სახელი და გვარი ვიცი ზეპირად. კი, კაცო, კი, ყველაფერი მე ჩვენებები ვარ. მე მინსკის ფორმატში ვიყავი და სამწუხაროდ ეგრეა. რომლიმას დახოცეს ხალხი და რომლებიც აკეთებდნენ ამ შვენიერ საქმეს. ეხლა ნახეთ, აი ეს სუფრის გაშლა და გამოდიან და ჩვენა ვართ დონე, ჩვენა ვართ ქართველი. ესე იგი, ჩვენ ყოფილი ვართ ბნელები, ვინც ოჯახში შევხვდით ახალ წელს, ოჯახთან ერთად, შვილებთან ერთად მეუღლესთან ერთად, მშობლებთან ერთად და ასე შემდეგ ქართულ ტრადიციულ ახლა ჩვენთვის ძველით ახალი წელია, ჯოჯეშობა და მე ახალი წელია, საერთოდ ჩვენ ტრადიციული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამასაც აღნიშნავთ და ამასაც ჩვენ თავისთავად წლებია უკვე და საუკუნეებია ეს ასე მიმდინარეობს ეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ამასაც ტრადიციულად ხვდებით. და იქ რუსთაველზე თურმე ყოფილან განათლებული ინტელიგენტური და რა ვიცი, ქვეყნის მოყვარული ქართველები და აღო ჩვენ ავართო ესე იგი ქართველთა ერთობაო. ამას იზახიან. ქართველთა ერთობა, აი აქ არის ქართველთა ერთობაო. ქართველთა ერთობა კი არ იყო იქ. იქ იყო გარყვნილთა ერთობა. გარყვნილთა ერთობა იყო. მე რაც ვნახე ახლა მეგობრებო და ალბათ თქვენს ადევნებთ თვალყურს, ხო? მე არ ვიცი ახლა ეს ინგა გრიგოლია თუ ასეთლად ესე იგი ნიღაბჩა მეეხსინ და არ მეგონა რა. ინგა გრიგოლია, რომელმა ინგა გრიგოლიამაც მოუწონა იქ ახალგაზრდებს. რატო არ გეგონთ ბატონ ტრესთან? ერთხელ და ორჯერ ჩამოუხსნიან ნიღაბი? არა, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტი არის. ხო, ნუ ეს ამ დონეზე არ გეგონთ. ხო, ამ დონეზე არ მეგონა. მე ხა ჟურნალისტი ადამიანი რომ ამას გააკეთებს უკვე. ის ჟურნალისტი აღარ არის, გაიგე? და ის აღარ არის. ის მხარია უკვე, გაიგე და გამოჩნდა უკვე და ალბათ ამას საზოგადოება გააკეთებს ამის შეფასებას და საზოგადოება იტყვის ამის შესახებ რა ხდებოდა იქ და გთხოვთ ეხლა ვაჩვენოთ კადრები და გააკეთეთ თვითონ თქვენთანგან მაგააკეთოს დასკვნა და შეფასება მეგობრებო რა ყოფილა და ვინ ყოფილან ესენი ეხავე მოდით ბავშვებო ჩემთან აი ესეთი არის აი ბატონო ეს ინგა გრიგოლია როგორ ამ ახალგაზრდებს მოუწოდებს ამ უბედურებას და აი ამ მართლაც ესე იგი რომ მეტყვი გარყვნილობით გზაზე დგომას და აპიარებს ამ უბედურებას რომელი უბედურებას ამ ქვეყანაში დგას ხო? აი შემიძლია ამ კადრებიდან გამომდინარე თუნდაც არ ამ კადრებიდან გამომდინარე ინგა გრიგოლია და მისნაირი ჟურნალისტები რომელიც არიან ნაცპროპაგანდისტები, სექტანტური პროპაგანდისტები, პირდაპირ თქვა რომ ესენი ასრულებენ აგენტურულ სექტანტური ქსელის ფუნქციებს. აი პირდაპირ დამოკიდებულებაში არიან და პირდაპირ არიან, ეგენი იყვირიან პირველი რომ ჩვენ აგენტების კანონი დაარქვეს რუსული, რომელიც მთელ სოფლიოშია შემუშავებული როგორც თავისი ეროვნული კანონები,
აგენტურული ქსელის წინააღმდეგ, მათი წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენთან საქართველოს დაარქვეს ამას რუსული და თვითონვე ითხოვენ რომ ყველგან თქვენ სოფლიოში გატარებულია რეესტრში მათი პიროვნებები საქართველოში არ უნდა იყოს არც კანონი და არც რეესტრი გატარებული. ეს არის ინგა გრიგოლია და ამას ითხოვს გრიგოლია და მისი ეგრეთ წოდებული სამეგობრო, ვინც ემსახურება ამ სექტანტურ მოწოდებებს და ამ ანტიმართლმადებულ მოწოდებებს და ამ როგორ გითხრათ, აი ყველაფერი უმსგავსო და უზნეო მოწოდებებს, რასაც ესენი აკეთებენ. იცით რა არის, ახლა ნახეთ, აი ამ მოქმედებებმა, რა მოქმედებების ახლა დღეს რუსთაველზე მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ჩვენს ამ შიდა პროცესებში ძალიან ცუდად იმოქმედა და თითოეული საქართველოს ოჯახზე და მოქალაქეზე და პირდაპირ შეურაცხყოფს ჩვენს რწმენას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ოჯახურ ტრადიციებს, ხო? ბიჭო, ვიძახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ამას რომ აფხაზი და ოსი უყურებს, რაც ხდება აქ, იცი რას გვეუბნებიან? სად მოვიდეთო? სად მოვიდეთო? აქ მანდ მოვიდეთო? მანდ მოვიდეთო, მაგრამ გაყრინილებას ხო? დიდი განსაკუთრებული ნაწილი ვინც აზროვნებს კარგად. რეალურად აფხაზი და ოსი გეუბნება ამას. ორივე ერში ვინც აზროვნებს კარგად, ესენი იძახიან. ხო, ამბობენ რომ კი ბატონო, იძახითო შევრიგდე, რა შევრიგდეო, სად შევრიგდეო? სად შეგირიგდეთო? აქ შეგირიგდეთო, სადაცო არ დედა იცით, არ მამა იცითო, არ ცოლი იცითო, არ ქმარი იცით, არ ტრადიციები იცითო. გათხოვილი კაცებით თქვენ წაში უკრავთო. ხო, და სად მოვიდეთო? და ნახეთ, კიდო რა უბედურებაა, კაცო, ვიხილე და რა არის და თქვენ ახლა ნარკოტიკები ახსენეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახსენეთ. ჯო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა გითხრათ რა. ვიღუპებით ბატონებო. ვიღუპებით, მართლაც ვიღუპებით. და ალბათ თქვენ არადენვე თვალყურს რა ხდება რუსთაველზე და რა კატეგორია არის და ეს ბავშვები ახლა რომელი ბავშვები 14 და 15 წლის ბავშვები და კიდევ უფრო პატარა ბავშვები არიან და ნახეთ ღამე გაიარეთ მიწისქვეშა გადასასვლელებში. ნარკოტიკები იყიდება პირდაპირ კაცო იქ. ნარკოტიკები იყიდება და ეს ბავშვები რა მდგომარეობაში არიან ნახეთ კაცო და შეხედეთ თქვენი თვალით შეხედეთ და მიიღეთ ზომები და ეს მარტო ეხლა რა არის იცი ეს მარტო ხელისუფლების ის არ არის უკვე მოვალეობა ჩვენ თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა გამოიწვიოს დაგმოს ის რაც ხდება იქ საქართველოს მოქალაქე დღეს ეხლა უკვე რამას რა მდგომარეობას ჩვენ ამ თაობა ახალგაზრდებსა გვაქვს ხო საქართველოს მოქალაქეობა დღეს იმაზე კი არ უნდა იფიქროთ მარტო მე და თქვენ კი არ უნდა ვიყუროთ ტელეეკრანებიდან კაცო და მარტო მე და თქვენ კი არ უნდა ავტეხოთ განგაშები ხო მთელი საქართველო უნდა გამოვიძოს და თქვას რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები მასიური გამოსვლები უნდა იქნას მას აბა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები არ მინდა შენი არც საჭმელი არც ასმელი მე თუ ეს თაობა გამეუბედურდა ხო ეს ბავშვები და გთხოვთ ვაჩვენოთ კადრები ეხლა ეს მეორე კადრები რა მდგომარეობაში არიან ეს ბავშვები მიწისქვეშა გადასასვლელებში და როგორ არიან ისინი ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ და როგორ იქცევიან აი ბატონო რამას ეს გვაქვს დღეს ჩვენ ეს შედეგი გვაქვს დღეს აი შედეგი დადო დაიდო ეს შედეგი ეხა ვისი ბრალი ეს ქართულმა ოცნებამ რომ მოვიდა ხელისუფლებაში ხო მე მეოთხე ის არის ხო მათი მოსვლა ეხლა მეოთხეთ მოვიდა ხო ამ კუთხით რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგა განათლების სისტემაში რომ მას მასიური წმენდა დაეწყო და რეორგანიზაცია დაეწყო ხო ხო არ მივიღებთ ამასაც მიღებული გვაქვს აგეთ და რა დღეშიდაც ახლა ჩვენ აღვ მოდი ერთ რამეს ვიტყვით ბატონ ტრისთან რასაც შეეხება განათლების სისტემას და მისი რეორგანიზაციას მოხდა მისი უკუღმა პირიქით რეორგანიზაცია რომელმაც პირიქით უარყოფითად იმოქმედა ბავშვების თაობაზე ზოგადად მათ გაზრდა განვითარებაზე მათ განათლების სტილზე იმიტომ რომ მიშას 9 წელი დაწყებული ქონდა ეს ძალიან უმსგავსო საქციელი, მაგრამ ესე ვერ ბედავდა კიდევ ინდონეზია რომ გაერყნა სიტუაცია, რაც ეხლა არის და ეხლა გარყვნილობა არის. ინდონეზია ვერ, მაგრამ საბოლოოდ ვიტყვი 9+12 გავიდა 21 წელიწადი. 21 წელიწადში გაიზარდა ორი თაობა. დიახ. ორი თაობა. ამა ძალიან იმოქმედა უკვე ამ იმაზე, ბავშვების იმაზე, ანუ ტვინის გადაგვარება ქვია თუ გამორეცხვა ქვია თუ როგორც გინდა ისე დავარქვათ. ამა ყველაფერმა კიდევ იმოქმედა, იმიტომ რომ უმეტესობა ბავშვებს მშობელი ყავთ იმიგრანტი, სამწუხაროდ ფინანსური და ამ სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ზოგს ღმერთმა უცხონოს
ადრე დაეღუპა მშობელი, იმანი მოქმედა ამ მხარემ, ზოგს რა ქვია ოჯახები დაინგრა ამ სოციალური მდგომარეობისგან და ოჯახური დანგრეულ ოჯახებში და არეულ ოჯახებში მამა და ვერ აკონტროლებს შვილს, დედა ვერ აკონტროლებს შვილს ისად, აი ეს ყველაფერი მოქმედებს ძალიან ცუდად. ეს მოქმედებს იმდენად ცუდად, რომ 3 მილიონიან ერს, რომელიც არც კი ვარ დარჩენილი საქართველოში, ეს ყველაფერი ეტყობა, ძალიან ეტყობა. ანუ ჩვენ როგორც გინდა ავიღოთ, რომ როგორც გინდა ვიტრაბახოთ, რომ ყველაზე პატარა ერებში და ზოგადად პროცენტული გადანაწილებით ყველაზე მეტი სპორტსმენი იყოს, ყველაზე მეტი წარმატებული მომღერალი იყოს, ყველაზე მეტი წარმატებული მოცეკვავე იყოს, ყველაზე მეტი წარმატებული ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყოს, ყველაზე მეტი მეცნიერი იყოს, ყველაზე მეტი ბიზნესმენი იყოს, ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობთ. როგორც გინდა ვიტრაბახოთ, ისევე ყველაზე მეტი ნარკოდამოკიდებული იყოს პროცენტულად საქართველოში, ყველაზე მეტი და ყველაზე მეტი სამწუხაროდ პროცენტულად უსწავლელი. ოღონდ მე არ ვლაპარაკობ წიგნობრობის გათვალისწინებით, აი არასწორად ნასწავლი. ტვინ გამორეცხილი თაობა ყავს პროცენტულად ვიდრე თქვათ სხვა ქვეყანებში, იმიტომ რომ ეს უსებ ეტყობა ქვეყანას. სამწუხაროდ ეტყობა და ფაქტია რომ სახეზე შედეგებიც ნახეთ და აგერ ამ კადრებმა რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ ამაზე მეტი საშინელება რა არის რომ ადამიანმა არ იცის და ბავშვებმა არ იციან უფროს უსწროსობის ზღვარი. არიციან ტრადიციები, არიციან არაფერი საერთოდ და ეს მით უმეტეს ქართველ ქალს, ქართველ გოგოს, რომელმაც ოჯახი უნდა შექმნას და ქართული შვილი უნდა გააჩინოს ლოგიკასთან რეალობაში დგააცა სიმღერაში დედას იგინება და ნარკოტიკების თრობის ქვეშ არის და აი ამაზე მეტი სამწუხარო რაღა უნდა ვთქვათ მითხარი. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა ჭიდეს ჩვენ ერს და ამიტომ თქვენ მართალი ბრძანდებით აუცილებლად უნდა დაიწყოს ძალიან დიდი გამოსვლები. აი კონკრეტულად იმიტომ რომ ესაც ავტომატურად სოციალური მოთხოვნა. ეს ბიჭო საშინელებაა. სოციალური მოთხოვნა. საშინელებაა ეს. პოლიტიკური მოთხოვნის გარდა და მაგის გარეშე თუნდა აი ესეთი მოთხოვნებით უნდა დაიწყოს გამოსვლები და სამწუხაროდ კი არა, სხვით და სამწუხაროდ და ჩვენ დასაციხალოთ ამ შედეგს უნდა მივახცევთ და მიზანს უნდა მივახცევთ. ბოლომდე სანამ ქვეყანა ფეხზე არ დადგება და სანამ ბოლო ახალგაზრდა ჭკუაზე არ მოვა. იცით რა არის? ეხლა ჩვენ თუ დროულად ეხლა არ დავიწყეთ მოქმედება, ჩვენ უკვე საზოგადოება. ძალიან მალევე. საზოგადოება. იმიტომ რომ ახლა ჩვენ ნუ უყურებთ ახლა ჩვენ ამას ხელისუფლება ამას დღე არის მნიშვნელოვანი. ხო, თითოეული დღე ახლა იკარგება მეგობრებო იმასთან დაკავშირებით რომ ყოველ დღეს ჩვენ კარგავთ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ახალგაზრდას იქმნის და ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის. ყოველ დღე. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ეს. აუცილებელი არ არის კაცო ჩვენ შვილები იყოს იქ. და ჩვენმა შვილებმა მიიღონ სწორედ იმ უბედურებაში მონაწილეობა, ხო? მაგრამ ბიჭო, ვეღარც ამას გავაკონტროლეთ, მე გესმის საშია საქმე. ეს ინდონეზია არის მოდებული უკვე ქვეყანაში, ეს ავადმყოფობა და ეს უბედურება, ხო? მე ვეღარ ჩვენ შვილებს გავაკონტროლეთ. მერწმუნეთ იმაში, ქვეყანაში ისეთი საშინელება ტრიალებს დღეს და ისეთი მდგომარეობა არის ამ ბავშვებთან მიმართებაში, პირდაპირ მიზანმიმართულად გვინადგურებენ გენოფონდს. ეს არის გენოფონდის განადგურება. ეს არის მომავლის განადგურება, ქვეყნის მომავლის განადგურება. მე ყოველთვის ვიზახი ამას, რომ ბიჭო, არც ერთ ქვეყანას რომელიც ქვეყანაც შენთან მოდის ვითომ როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მაგას შენ არ ჭირდება, მაგას ჭირდება შენი ტერიტორია. ტერიტორია ჭირდება. აქ ტერიტორიების გამორე, ომი თუ არა. ჩემი და რამაზისთვის და ჩვენ არის ხალხისთვის კი არ არის ბრძოლა, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდეს და ჩვენი ცხოვრება უფრო უკეთესი იყოს. არა. გინდა ამერიკის შეერთებული შტატები, გინდა ევროკავშირი, გინდა სხვა დანარჩენი ქვეყნები, ყველა აქვს თვალი დადებული ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე უნდა ამერიკის შეერთებული შტატებს ბაზების შექმნას და რაც უფრო ახლოს იქნება რუსეთის საზღვართან, ამერიკის შეერთებული სამხედრო ბაზები, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, მისთვის ეს არის უკეთესი და მეტი დაძაბულობა შეუქმნის რუსეთის ფედერაციას. ამისთვის ჭირდება ეს ყველაფერი. და არა იმ მომავალი, რომელიც მომავალი ჩვენ დავკარგეთ უკვე და ამ ბავშვებს უნდა გადარჩენა. ხალხო, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. თვითოეულმა მოქალაქეებმა უნდა გადავარჩინოთ და უნდა უშვილოთ ამ შვილებს და უნდა რაღაცეერად დავიწყოთ ჩვენ იცოდეთ თუ არ ავიღეთ გარკვეული წილი პასუხისმგებლობა ჩვენ თავებზე და ჩვენ არ დავიწყეთ რაღაც გარკვეული მოქმედება ამასთან დაკავშირებით და თუ არ უშველეთ ამ ბავშვებს, ხო? მე აღარაფერზე აღარ იქნება საუბარი. შეიძლება რომ არ შევეხო კიდევ ორ საკითხს. ამასთან დამოკიდებულებაში და ამათთან პირდაპირ კავშირში. ერთი საკითხი. თავარი რომელიც არის რომ ნარკოტიკული პროგრამები, რომელიც არის ქვეყანაში ოფიციალურად, ეს უნდა გადაიხედოს ასაკობრივი ზღვარი. კი ბატონო. და აუცილებლად ის მეტადონის პროგრამა და ეს სპეციალურად შემოტანილი არის. გაოფიციალიზ რა იგე. მაგას ვიძახი. შეიძლება ეს იყოს ოფიციალური, ოღონდ უნდა იყოს იმ ნარკოდამოკიდებული ხალხისთვის
ვისაც აქვს რაღაცა ჯანმრთელობის ესეთი პრობლემა, რომელიც ცხოვრება ნარკოტიკის გარეშე შეუძლებელია, რომელიც გამოიწვევს ტკივილს, რომელიც გამოიწვევს რაღაცა დაავადების უფრო ცუდად განვითარებას, რომელიც გამოიწვევს მის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის უფრო დამახინჯებას და უფრო სწორად მის განადგურებას. ანუ ესეთი რაღაცები გადაიხედოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ესე როგორც მინდა, მე ახლა მინდა და მივალ და დავდგები პროგრამაში. ამის უფლება არ უნდა მქონდეს. როგორ ჯანმრთელ ადამიანს, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვიკაიფო, ეგრე არ ახდება რა. მე ესეთი აზრი მაქვს და ეს აზრი უნდა გავცელდეს ნორმალურ საზოგადოებაში. და მეორე თავარი, კიდევ ერთ-ერთი თავარი. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მთავრობა არის პირდაპირ კრიშის, თავრობის კრიშის ქვეშ არის ბევრი ნარკოდამოკიდებულება, რომელიც ხდება ღამის კლუბებში. და ღამის კლუბებში ის უმსგავსო საქციელები. სოველი ბაღი ბასიანი აგეთ და ეგ ბასიანი. ხიდი, ნატკუროი მტკვარზე. რამდენი გინდა თუ ჩამოთვალო და სადაც ხდება თათბირებს ატარებენ, სამომავლო თათბირებს. ნარკოტიკების პროპაგანდა კი არა, პირდაპირ მიყიდვის წესით, პირდაპირ ხელი-ხელში მიყიდვა, სადაც ხდება მჩხიბავების და მთელი სექტანტური და სატანისტური რიტუალებით ქმედება, სადაც ხდება აბორტის პროპაგანდირება პირდაპირ. აბორტის პროპაგანდა ხდება პირდაპირ, ხა? ანუ ეს ამაზე ჩვენს ალტიფოს გოგოებს, ჩვენს ჟურნალისტებს და ჩვენს ბლოგერებს მომზადებული აქვს მთელი რიგი საკითხები. ქალბატონ ხატია ჯანაშია და ქალბატონ სიდონია ხომერიks და ამაზე მთელი ისა გამოძიება ჩატარებული. მთელი გამოძიება და პირდაპირ გამოკითხვები, პირდაპირ ლაივები და პირდაპირ არის ყველაფერი გაკეთებული და ამაზე მალე საზოგადოებას მივაწვით. თქვენ ტელევიზიაზე თავისთავად მოვიწვევთ იმ ხალხს გაუსლებად და მე მინდა ისინი მოვიწვევთ. ის ორივე ქალბატონი მინდა მოვიწვევთ. და ალტიფონშიც მოხდება. ხატია ძალიან ესეთი მებრძოლი ადამიანია და ეს ალტიფონშიც მოხდება ამის ყველაფერს ოფიციალურად გამჟღავნება და პირდაპირ ვიძახი. მე მოვიწვევ მაგას. თავრობის გარკვეულ წევრებს ვადებ ხელს. გარკვეულ წევრებს ვადებ ხელს. ჯერჯერობით სახელდაგვარისგან თავშევიკავებ, იმიტომ რომ გადამოწმების პროცესია, მაგრამ თავრობა რო არის ამას ჩარეული და ვიღაცის კრიშის ქვეშ რო არის და რამოდენიმე ადამიანის კრიშის ქვეშ რო არის ნარკოტიკების გავრცელება, ამ ყველაფრის აი ეს რაც გითხარით, პროპაგანდირება და მთელი რიგი პროპაგანდირება და კონკრეტულად კიდევ რაღაც ვასვასი ნაცებთან ერთად და ერთობაში რო ხართ, ხო, ამას მალე საზოგადოებას ვაჩვენებთ და ამათ ტელევიზიით შესაბამისი პროგრამები და შესაბამისი ток-შოუები იქნება თუ შესაძლოა გადაცემებში, ამას მალე გამოვარდნით. ეხლა ბატონო რამაზ თქვენს დიდი ხანია და მოკლედ წლებია რაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ. ამას ბრძოლის ველი ქვია, ხო? არ გვაკლია მოკლედ იარაღი ხელში. ზოგადად 35 წელია, მაგრამ ბოლოს 1 წელიწადია, ნუ არ ვიცი. არ გვაკლია ხელში იარაღით ბრძოლა, არ გვაკლია რა ვიცი იდეოლოგიურად ბრძოლა და რა ვიცი. ყველა მიმართულებით ბრძოლობ და დღესაც ბრძოლაში ვართ და დღესაც აი ამ მდგომარეობაში ვართ და ფაქტიურად ესე იგი ვხედავთ და ვიცით რა არის ქვეყნის უსაფრთხოება. ხო ჩვენ ამის გემო ვიცით რომ ქვეყანას ჭირდება ქოლგა რომელი ქოლგაც არის უსაფრთხო ქოლგა და ეს უსაფრთხო ქოლგა ვინ არის ნაკუთხით ნაბრძოლის ვარ ნამუშევრების ვარ და ვიცით რა ხო მე ახლა ჩვენ ამ საქმის სპეციალისტები ვართ უსაფრთხო ქოლგა რა არის ქვეყნის ბრძოლის უნარიანობა ეხლა ნახეთ რა ხდება ხალხო მე აგიხსენით ახლა როგორც სამხედრო პროფესიონალი და როგორც ეს ადამიანის კიდევ მთელი თავისი ცხოვრება მოკლედ ამ მიმართულებით და რა ვიცი ახლა სამხედრო დაზვერვა და რა ვიცი ყველაფერი მოკლედ რა რაც არის რა ხო ნახეთ რა ხდება ქვეყანა როდის არის ძლიერი იცი როდესაც მას ხავს ჯანსაღი თაობა ქვეყანა არის ძლიერი მაშინ როცა მას ხავს ამ ჯანსაღი თაობის საფუძველზე ბრძოლის უნარიანი მოქალაქეები ეხლა ჩვენ არაფერი აღარ გაგვაჩნია ხალხო არ ყავს რეზერვი ჩვენ არ აქვს ეს ვისაშია საქმე ჯარში დღეს თითოეულ როლაკაცით უმეტეს და ისიც მოკლედ აი გაძლებაზე არის. რო დაგხვიდე სეზონი ვინ წავა? ესენი რუსთაველზე. მაგას ვიზახი ახლა ნახეთ. ესენი წავლენ? ახლა შემოიტანეს მასიური ნარკოტიკები ქვეყანაში, ხო? და გააუბედურეს და ეს ბავშვები ახლა ბატონმა რამაზიმას რომელიც ხელი გაეშურა და მეც ვამბობ რომ ესენი წამოვლენ ჯარში და ესენი დაიგავებენია რა ჩვენი ქვეყნის დასაცავად არა ბატონებო, ხო? შემდგომ განათლების სისტემა ნოლზე დასვეს და გაანადგურეს. აღარ აქვს ჩვენ აღარ პროფესორი, აღარ აკადემიკოსი, ვინც ყავდა ისინი უკვე სტილში მიწიეს და საერთოდ უკვე არანაირი აბსოლუტურად საქმეებზე არ აკარებენ და გამოჩეკეს, გამოზარდეს თვითონ ამ სოროსმა თავიანთი პროფესორების, აკადემიკოსების და არც არაფერი უსწავლიათ და მიცეს პირდაპირ ხელში დიპლომები და აი როგორ თაობას უსდიან, კარგად ვიცით, ხო? ეს რა ქვია, აგერ გირჩი მოიყვანეს და გირჩმა მოკლედ მთელი ეს გასაბერი ეკლესიები და აგერ კიდო მამა რუსუდანი რო ყავს, კიდო მამა რუსუდანი ყავს აგერ და ამ მიმართულებით ხო, ამ მიმართულებითაც დაგვარტყეს, ხო?
ფაქტიურად ქვეყანა ნენელა კი უკვე დღეს აიღეს ანჩისხატის ეკლესიას კიდე კვერცხები ესწროს. ანჩისხატის ეკლესია შეურაცხყვეს და კვერცხები ესრულეს. აგერ კიდევ იმას მეტეხის ეკლესიაზე ბანერი გადმოგვიკიდეს და გინებები და უბედურებები და რა ვიცი თავზე დაგმოხეს ყველაფერი, ხო? ხალხო, ქვეყანა იღუპება კიდევ ამ კუთხით რა. ბრძოლის უნარიანი აღარ არის ქვეყანა. ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი იმ ვაშკაცი ბიჭების, გესმის ახი, ჩვენ როდემდე მოდივართ ხარ ვიქნებით ამ ქვეყანაზე, კაცო. ჩვენ ხო უნდა დავტოვოთ ისეთ თაობა, რომელიც თაობაც მოკლედ ესე იგი ეს პრობლემა არის ძალიან სერიოზული პრობლემა, კაცო. ქვეყნის უსაფრთხოება არ იქნება ისე, ხო? მთელი სისტემები მოშალეს, ფაქტიურად სახელმწიფო სისტემა დაანგრიეს, ხო? სახელმწიფო სისტემის დანგრევა ქვია იმას, რომ არა გაწვევა, არა სწავლა, არა განათლება, არა ინტელიგენცია, აი ესე ბავშვები ქუჩაში მიტოვებულად, ზოგი ნარკოტიკებს ღებულობს, ზოგს საყურე უკეთია ღურზე, მამაკაცებს ზოგს ქვირშია გაღრილი. ზოგი თხოვდება კიდევ და დეგრადირებული არის ქვეყანა, აი ამ კუთხით, იცოდეთ და შველა უნდა ამას ყველაფერს გესმისაშია საქმე და ვერ იქნება ქვეყანა ბრძოლის უნარიანი, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლის უნარიანი კონტინგენტი არ აქვს. დავკარგეთ უკვე, ნახეთ, რა დღეში არიან ამათიდან ვერანაირი მებრძოლები ვერ გაიზრდება და ვერცეთი ესენი იარაღს ვერ დაიკავებენ ხელში და შესაბამისად დროის მომენტში ისინი არ დადგებიან სამშობლოს სადარაჯოზე და არ გაწირავენ თავს. მათ ურჩევნიათ ისევე იმ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხტომიარი და ღამის კლუბებში სიარული და ნარკოტიკების მიღება და რა ვიცი იქით-აქეთ რა ქვია ერთმანეთში ვასვასი გაიგე და ეხლა ამ ის საშინელებები კიდევ რაც აკეთება რუსთაველზე და რა ვიცი ეთი გოგუარის და პირდაპირ ქაშოთის ეკლესიის წინ შარდავს ბიჭო და რა უბედურებაა ესა რა დავინახე და რა ნახა ჩემო მეორე არის აი გეზასავება, მესამე არის და მამაკაცი ყავს, ვიღაცა წამოკუზულია, წამოხტარიზეთ გაიგე და საშინელება, კაცო და ეს არის ჩვენი ბრძოლის უნარიანობა. ამით გვინდა ჩვენ დავიცვათ ქვეყანა და ასე გვინდა ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთის სამაჩაბლო და დავიბრუნოთ ის აფხაზები და ოსები დავიბრუნოთ ასე ამ იდეოლოგიით და ამ იმით წმენით და ამ ცხოვრებით. ეს არის დროულად ყველაფერი ასაკვეთი და ამას კიდევ ვიმეორებ ხალხმა უნდა ავხვეთოს ეს ხალხმა ხმა უნდა ამოვიღოთ უკვე და უნდა ვთქვა ჩვენ ყველამ ჩვენი სათქმელი ნუ ვართ სახლებში ჩაგეტილები სად არიან ის აკადემიკოსები ის მართლაც ინტელიგენცია რომელსაც ბიზინა ივანიშვილი ხელფასებს უხდის სტიპენდიებს უხდის რატომ დღეს არც ერთი არ გამოდის და არ დაგმობს ამ მდგომარეობას მე მაინტერესებს ის ადამიანები ხო მოდი სიმართლე გეტყვით რა გეტყვით რა აი სიმართლე ჩემი სიმართლე არავის არ გიყვარდა ძალიან დიდი ბოდიში მოისმინე და თუ არ გინდა ნუ მოისმენთ რა ეგ თქვენი ნება მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ხელფასს უხდის ზუსტად იმიტომ არიან სახლებში და იმიტომ არ გამოდიან გარეთ გამიგე თბილაძე და კარგაზიანი ახლა ფიქრობენ რომ ანის ხელფასი ათო დავკარგოთ ან ის თქვათ ან ფული მაინც მაქვს შემოსავალი მაინც მაქვს და ჩემი დრო ცხოვრება ვიცხოვრე და რაღაცზე გავიდე ახლა მეტი საქმე არა ამ ყინვაში ამ სიცივეში ამ სიცხეში კიდე ახლა ბავშვებზე ვიფიქრო გამიგე იმათ უკვე სამწუხაროდ ყველაზე კი არ ვიძახი მაგრამ ძალიან ბევრი უკვე არის მას არის ეს აზროვნებს ეგ არის უბედურება უბრალოდ ელემენტარული განცხადება ხო უნდა გააკეთო გააკეთო რას ქვია მით უმეტეს მათი ვალდებულება არის აკადემიკოსებმა და პროფესორებმა თუ არ გააკეთეს განცხადება და ყველა საზოგადოების ყველა წერმა რა თქმა უნდა ჩემი კოლეგები არიან ექიმები რატო არ აკეთებენ განცხადებას კი ბატონო ნახეთ რატო არ აკეთებს ექიმთა საზოგადოება განცხადებას რატო არ აკეთებთ მე თქვენი პატივისცემა და სიყვარული და მოფერება და ჩახუტება თქვენ გენაცვალო ჩემი თავი ჩემი კოლეგები ხართ მაგრამ რატო არ აკეთებენ განცხადებას ხო შეიძლება შეიკრიბოს პირდაპირი კავშირი აქვს სამეცნიერო ჯანდაცვის საზოგადოებას ამ ნარკოტიკების ბრძოლასთან პირდაპირი კავშირი რა რატო არ აკეთებენ განცხადებას მეცაც გეტყვით ეხლა რომ მითხრათ ვიღაცამ აი ministrები რატო არ აკეთებენ განცხადებას მაგრა გავიცინებ ძალიან და პარლამენტები რატო არ აკეთებენ აი იმას მოდის და ფეხებზე კიდე სულ აინტერესებს შენი არა მეცაც გეტყვით აგერ ახლა ეს ხო ფაქტი არის კაცო საერთოდ მიდიხართ ხალხო მიდიხართ იქით ვინც მოკლათ ვინც დაგაქციათ ვინც გაგაუბედურათ ვინც გაგაუპატივრათ ჟვანიას ოჯახი თუ იქ დადგებოდა გაიგე ქმარი მოგიკლა ქმარი ძმა მოგიკლა ბიჭო და შენ შვილო მამა მოგიკლა სააკაშვილმა და ამ სექტანტებმა და რა გინდათ იმათა რომ მიდით რატო დადეკით იქ პლელთან მიდით და პლელთან დადეკით ნანი ბრეგვაძე ევროპული მომავალი აინტერესებს ნანი ბრეგვაძე თავის ოჯახით ნანი დაგავით და რუსეთიდან ფულებს ოიდებ ელჩინზე რო ხარ ჩახუტებული ასე დაგავით და ნანი ახლა მოხუცებული ხალია და გასაგებია მაგრამ ხო და ის ეკა თავისი გოგო და თავისი შვილი კიდევ მოსკოვიდან რომ მოგდიოდათ და მოგდით დღემდე ეს თანხები ვერ გავიგეთ თქვენ რა თამაშ თამაშობთ და რა ვის ემსახურებით და ამ სექტასთან გახართ და სექტის იმათ რა ქვია იდეოლოგიას იზიარებთ ეს თქვენ რაშია საქმე გამაგებიეთ ერთი სად მიდიხართ საერთოდ ასე გინდათ ამ ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ აცხოვრებითაც ახლა დღეს თქვენ ამ საზოგადოებას უჭერთ ხარს ვერა ბატონებო ვერცეთ შემთხვევაში ჩვენ არ მოგცეთ მაგის უფლებას ერთი რამ დაიმახსოვრეთ მარტო მე და რამაზე კი არა ყველა მთლიანად აი ყველა ჩვენ ძალები ვართ ძალიან დიდი ძალები ვართ რომლებაც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და რომლებაც ვიცით როგორ უნდა აღხვეთოთ ეს ჩვენ დაველოდებით ახლა ქართულ ოცნებას
თუ მანმა დაიწყეს ახლა თავის დანაპირების შესრულება და ანუ წმენდა იმ ძალების ვინც საუბარი თებერვლიდან დაველო თებერვლიდან წესით მათთან თებერვლიდან დაიწყოს ყველაფერი რითაც მოვიდნენ არჩევნებში რითაც მოიგეს არჩევნები ზუსტად აი კონსერვატორული ნარატივით რომ მოიგეს არჩევნები მაინტერესებს როგორ მოიქცეს ჩვენ დაველოდებით ახლა მათ და ასეც არის ჩვენ არა ვართ კანონდარღვევი ადამიანები და ველოდებით ხელისუფლებას თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა ხო მაშინ გავაკეთებთ ჩვენ დავიწყებთ წმენასა ისე წმენას დავიწყებთ ისე გავწმენდავთ ამ ქვეყანას ხო ვერასოდეს ეს სარეველა ბალახი და ეს სექტანტები ვეღარ გაიხარებენ ამ ქვეყანაში და ნახეთ ახლა ბატონო ამას ნარკოტიკებით ხო დაგვანგრიეს დაგვაქციეს აგე ეს ხო გაგვიუბედურეს ეს ახალგაზრდები და ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიით ხო წაიყვანეს გაიგე და ხო მთლიანად ესე იგი ამით გაანადგურეს ეს ყველაფერი მთლიანად ეს სივრცე და მთლიანად ეს მომავალი თაობის ეს მთლიანი ეს მიმართულება ბიჭო ეს ახალ გვაგვარეს გაიგე და ეხლა ამ დღეებში მთელი ერთი თვე არის აგერ ახლა ეს უცხოელი დაქირავებულები შემოიყვანეს და ამ უცხოელი დაქირავებულებით მოქმედებს რუსთაველზე გაიგე ერაყელები ეს ინდუსები ეს ისენი რა ქვია ირანელები და ერთი უკრაინელები და ვინ რა არის რა ხდება ვინები არიან ესენი და რა უნდა და ვინ მოიყვანეს ხალხი და ვინ ესე იგი მართავს ამ დაქირავებულებებს რა ქვია ანუ უეჭველი ინფორმაციით ზოგადად ერაყელებს, ირანელებს, აიმერებს, ინდუსებს, პაკისტანელებს, ავღანელებს, შუააზიელებს, ასევე რუსებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, ლიბერალისტები, ომიდან გამოქცეულებზე მაქვს ლაპარაკი, ბოლო ჩამოთვლილებზე და ამ კატეგორიას ზოგადად მართავს ნაცმოძრაობა და თურმე მათაც პრეტენზია ქონიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და უკრაინელებსაც დარღვეული აქვთ ყველანაირი სავიზო რეჟიმი და რომლებიც თანხას იღებენ ამაში 1000 ლარს რომ მოხდეს ის საშინელი შეტაკებებში მიიღონ მონაწილეობა და საკეთებდნენ და რასაც კიდე გააკეთებდნენ. ხო, ერაყელები ყოფილან, ახლა ისინი დაჯგუფება რომელიც ანგრევდა და რუსთაველს. ვინ ჩამოთვალე, ყველაზე მეტი განსაკუთრებით არიან ერაყელები და ირანელები, ყველაზე მეტი რაოდენობაში და აქ ლაპარაკია რამოდენიმე ასეულზე, ანუ 100 კაცზე მეტზე კონკრეტულად ვიძახი ამ უცხო ეროვნებებზე, ვინც არიან დაკავებულები, როგორც სისხლით, ისე ადმინისტრაციულად. და რო არ შევეხო კიდე უკრაინელების ქმედებას, არ შეიძლება, მე მგონი სუსტა შინაგან სამინისტროს პროკურატურას ინფორმაციები გაგდა უნდა გქონდეთ და ეს სანამ ჩვენ გვაქვს რაღაცა ინფორმაციები და ეს უნდა გამოამზეუროთ აუცილებლად, სხვაგანაირად არ გამოვა. აკეთებენ უკვე შემოტანილი ნარკოტიკის გარდა უკრაინელების გარკვეული ჯგუფი არსებობს და აკეთებენ ისეთ ალქიმიკოსურად, ანუ ქიმიურად. აქ ვიამზადებენ საქართველოში? ამზადებენ კი აქ საქართველოში ნარკოტიკებს, რომლებიც იწვევს ძალიან მძიმე პროცესებს ადამიანის ორგანიზმში. ხშირ შემთხვევაში თავდება სიკვდილიანობით და ყველაზე მინიმალურად თავდება ფსიქიკური აშლილობით, ან თქვათ რაღაცა კუჭნაკლავის ტრაქტის დაავადებით და მთელი რიგი ამ საშინელებებით და ნუ ნარკოდამოკიდებული ადამიანებს ვერ აკონტროლებს და როდგება ფაქტის წინაშე უკვე გვიან არის. ამაზე სხვათა შორის მიგვითითა ძალიან ბევრმა ნარკოლოგმაც და სხვათა შორის ცნობილმა ნარკოლოგებმა და იმათაც მოგაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულად ამ ნარკოტიკების შესახებ და მიგეუბნებით ვინ ამზადებს ამ ნარკოტიკებს და ვინ აცელებს ამ ნარკოტიკებს აცელებენ უკრაინელები, ერაყელები, ირანელები და ინდუსები ძალიან ბევრი ხალხი ამ ვოლტების, ამ ბოლტების, ამ ტაქსების საშუალებით და იცოდეთ რომ ეს არის სამწუხაროდ ესე. ეგრეთ წოდებული ფეხი, როგორც ეძახიან მას ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდობა მიაქვთ კონკრეტულად გარკვეულ ადგილებზე ლოკაციები და გეუნებით ვინც ამზადებსაც გითხარით, ვინც ავრცელებსაც გითხარით, რომელი ტრანსპორტების და რომელი ორგანიზაციების საშუალებაზე ეგაც გითხარით და ვიზეც ავცელებდნენ ეგაც გითხარით. რა შედეგების მოაქვთ ეგაც გითხარით და როგორი შედეგების მოაქვთ კიდევ საცოცხლო შედეგები ეგაც გითხარით. მეტი ახლა სხვა რაღა უნდა უთხრა ვერ გავიგე. მოკლედ ესე იგი ამ ერაყელებს ხო დაანგრევიეთ ეს რუსთაველი. გადაწვეს რუსთაველი ერაყელებმა აი ურჯულიებს ხო და კიდევ ურჯულიები გვინდოდა კაცო ჩვენი ურჯულიები და ჩვენი ეს სექტანტები არ ყოფილ და წინააღმდეგ რომ მოხდეს მათი სატელიტ დეპორტაცია მათი სავიზო რეჟიმების გადახედვა და სასტრაფოდ ქმედებები მათ წინააღმდეგ როგორ რასაც შეეხება სავიზო რეჟიმი და მის დეპორტაციის პროცესის
ხანგრძლივი პროცესი უბრალოდ რა. და არავის შემთხვევაში ეს იქნება სრული კონტროლის ქვეშ და ამაზე მალე დაიწყება ეგ აქციები. როგორ შემოუშვით ქვეყანაში და ან ეხლა ხომ იცით უკვე ინფორმაციები გაქვთ, კაცო და იცით, ზუსტად ვიცი მე რომ თქვენ უკვე ყველა იცით, ყველანი ხავთ უკვე იდენტიფიცირებული, ვინც ამ რუსთაველის დარბევებში და იმაში ღებულობდა მონაწილეობას, ხო, ეს ერაყელები და ეს ინდუსები და რაც ახლა ბატონმა რამაზი ჩამოთვალა. ეხლა ამ უკრაინელებს გეუბნებით, კაცო, ეს არის ახლა კი არის ტოლვითა ნაწილი უკრაინის შუა საქართველოს, მაგრამ არის ჯგუფია, არის დივერსია, ის ხალხის დივერსიული ის ხალხის ოფიციალურ დასახოცად არის ჩამოთვლილი. არის დივერსანტები. უკრაინის დივერსანტული ჯგუფი. მაგალითად ნარკოდივერსანტები. ხო. ეხლა უკრაინა მართალია ჩვენ ომში ვერ ჩაგვიწია და ესე იგი ჩვენ ვერ გახსნა მეორე ფრონტი საქართველოში, მაგრამ ბიჭო, მეორე ფრონტის გახსნა არ არის, აგერ უკრაინელების მხრიდან საქართველოში, აგერ აქვე ამზადებენ ნარკოტიკებს და აქვე გივრცელებენ ნარკოტიკებს, გაიგე და ეხლა რო გაიხედავ ქალაქში, ხო? მე ეხლა რასაც უყურებ, ხო, აგერ თბილისელი ძირძველი ადამიანი ვერ დადის ისე კომფორტულად და გადაადგილდება ჯიპით და ძვირადღირებული ავტომობილებით, როგორც უკრაინელები, ეხლა ასე ძვირადღირებული ავტომობილებით, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში არაფრით, ცალცალი კალოშით და აქვე შეიძინეს ეს ავტომობილების და ეს ქონებას. რით შეიძინეს? $300 შეიძინეს, რომელსაც სახელმწიფო ეს ვირიშვილები. მე თქვენ და ქართველებს გვეუბნებიან, წადიო იბრძოლეო, მე აქ უნდა ვიყო. ნარკოტიკებით მოგსპო, გამიგე, ფული უნდა ვიშოვო, ანუ უნდა ვიბარიგო, გამიგე, ვიალქიმიკოსო. შენ წადი თავი მოიკალეო, ჯერ ეგეთი მოდი პირდაპირ გეუბნებით რა. არც ერთი ერის წარმომადგენელს, არავის ვალდებულება არ აქვს სხვა ერის გულით, სხვა ქვეყნის გულით იბრძოლოს ვიღაცის წინააღმდეგ. პირდაპირ გეუბნებით რა. შენ უნდა იბრძოლო მხოლოდ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, უნდა იყო მხოლოდ შენი ქვეყნის პატრიოტი. სხვა ქვეყნის პატრიოტობა მე არ გამიგია და არ მესმის ესეთი რამე რა. ესა დაუწერელი კანონი. ეს ზოგადად ტვინით ავადმყოფების გასაგონად ვიზახი და სულიერი ავადმყოფების გასაგონად რა. აი ვინც ძალიან ზემოქმედებას ახდენთ ქართველი ერის წარმომადგენლებზე, ზოგადად მოსახლეობაზე და ვინც მესამე წელიწადია აი ამ სიტყვების რახარუხით გამოირჩევით. აი ეს არის ის ხალხი, ის კატეგორია, ვინც რომ კონკრეტულად ქართველი ერის სისხლზე და ზურგზე შეულობენ ფულს, აქაც და უნდა იქაც იშოვონ ესე ფული. აი ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომლის გააყარა დეპორტირება არის აუცილებელი. ვიცით რა არის? თქვენ ერზე არ წყდებათ გული უკრაინელებს მიმართავ. თქვენი ბიჭები იხოცებიან, თქვენი ერის წარმომადგენლები იხოცებიან და იმაზე არ წყდებათ გული და თქვენ ქართველებზე დაგწყდებათ გული? ზუსტად იმიტომ არის დივერსიული, ნარკოდივერსიული ჯგუფები, ვინც ქართველი ერის გასაწყვეტად აღარ ჩამოსულები არა, ჩამოთრეულები. აი პირდაპირ ესე ვიტყოდი. ბატონო რამაზ ჩვენი დრო გვეიწურება ძვირფასო ტელემაყურებლებო მე კიდევ და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდო განუჩავლად ერისა, სქესისა და განურჩევლად რწმენისა. ყველასია ეს ქვეყანა, ოღონდ ნორმალური ადამიანების, გესმით რაშია საქმე? ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები. ყველას როგორ საქართველოს მოქალაქეების. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების კიდევ ვიძახი განურჩევლად ერისა და სქესისა. ოღონდ ნორმალურად მოაზროვნეების და ეროვნების, გესმით რაშია საქმე? ხო და სანამ გვიან არ არის ხო უშველოთ ამ ქვეყანას. თითოეული ჩვენთანგანის მოვალეობა, ახლა ჩვენ კიდევ ყველა პრობლემები ჩამოთვლა, აქ ვერ მოვასწარით, უამრავი პრობლემები არის. ბევრი ვერ ხედავს ამას და ჩვენ ამას ყოველდღიურად ხედავთ. ჩვენ ამაზე სპეციალურად მუშაობთ. გესმით რაშია საქმე? ჩვენ ეპიცენტრებში ვართ პირდაპირ იქ, სადაც ეს უბედურება ხდება. და ჩვენ ის ადამიანებიც ვიცით, რომელი ადამიანებიც ამას ხელმძღვანელობენ და მე იმ ადამიანების საყურადღებოდ ვამბობ და ვიმეორებ. ფრთხილად იყავით ცესზე თამაშებით. ფრთხილად იყავით, ძალიან მალე მოვა ის დრო. ჩვენ ველოდებით ახლა ქართულ ოცნების ნაბიჯი, რომელიც ნაბიჯის საფუძველზე დაამსხრევს აი ამ სიბინძურეებს. დათვეს არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ თებერვლის თვიდან ვიწყებთ ჩვენ ამის გაკეთებას და დაგამტრევთ ყველას კისრებს, იცოდეთ. არაფერს არ მოვერიდებით. ყველა საშუალებები გვაქვს ჩვენ, რომელიც საშუალებების საფუძველზე ვიმოქმედეთ ისე მწარეთ, რომ ვერასდროს თქვენ უკან ვეღარ მოიხედავთ და ვერასდროს თქვენ ვეღარ გააკეთებთ იმ სიბინძურეებს. აი სამუდამოდ გაგიშვებთ აქედან და სამუდამოდ იცოდეთ დაემშვიდობებით ყველაფერს. ჩვენ ყველაფერი ვიცით, თქვენი სახლებიც ვიცით, თქვენი ლოკაციებიც ვიცით და თქვენი ის კონკრეტული ამოცანებიც ვიცით, რომლის საფუძველზეც გიძებთ ეს ქვეყანა გაანადგუროთ და ამიტომ ფრთხილად იყავით და მოქალაქეებს კიდევ მოუწოდებ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ერთად დავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ სიმახიჯეს. დიდი მადლობა რომ გიყურებთ, კარგად ვზრდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.